Sariშვილი დამდინარე, ჩელენჯი გიწვით. ვინც არისით რა მოხდა? მდინარეზე და Sariშვილი ქალაქში გავატყანი. ვაჟა პავლოვზე დათესელაობდნენ კორვეტები და GTS-ები ქალაქი ჩემია და რამოდენიმეჯერ მივუყენე მანქანა და დამიტყმდნენ. შუქრეშანი აინც რაღაც გაქრნენ. მერე მაღლივის ხიდან გავატყანი და ნახავთ რაც მოხდა. უხეში ბიჭები გამოვიჭრე. გაზაობთ ბიჭო. გაიმეორე? მოდი. GTR-ია ბოდიში. აი ეხა გაი არ გინდა რა. დაიჩაგრება просто ფოთოვი და ჯობია სადაც ვაგარ გაამაგრე ბირჟა. ზოგადად ჯობია საქმე რა და წამო ვაჟაზე გავიდეთ პასბეგზე გავიგეზავთ. ვაჟა პრეტრეისინგი წავიდა. წამო ხო გიტყდება? გავასერიოზულო ბრა. ამე ინტერესი ხო არ მოდი დავნიძლავდეთ გაწყობს. მანქანაზე ბრა. ბაზარი არა. დავნიძლავდეთ რაზეც გინდა ძმაო. რაო გაიმეორე. ხო შენს რო გქონდეს ბაზარი არა. დავნიძლავდეთ ძმაო. გავიდეთ, მოიცადე ერთი წამი, მოიცადე. ერთი წამი მოიცადე. ვისთან გავიდეთ ვაჟაზე, პასბეგზე. აუ რუსთავშიც გამოვალ, ჩამოვალ. რუსთავშიც გამოვალ, ძმაო. სადაც საჭირო იყო იქ რა. არც ერთი იქა ჩამოვალ. იმენა შეთვის ჩამოვალ თა. იმენა ვაჟა პავლო. იმენა შეთვის ჩამოვალ და ამას კიდე მივხედავ ეხლა. წამოდი. წამო. წამო. აი, შენთვის რუსთავში ჩამოვალ და შენ წამოდი მაშინ ახლა. ვაჟაზე. მე რო ქალაქში ვიგაზავ. გიდრო ხო გიყენია? და? გიდრო ხო გიყენია? წამოდი მერე მოწყვიტე რამე ვისრიალო. მოწყვიტე ახლა ერთმანეთს ვერ შევეჯიბები დრიმში და ეხლა ქალაქში უნდა ვიგან დავიმყოს. დინარაძეს იმენა სუახალი პაკრიშკები აქვს ცენტრის ბიჭო ეს ჩამოყვა. შეც გონიჩ. დამწრილდა მანქანა შეჩერდა. დამწრილდა მანქანა. დამწრილდა. ეგრევე უმაღლეს ლიგაში რომ მოგინდა მოხვედრა. სად ჯერ C63-ს დაერიო ვიღაცა ეს რა და მე დაგვანახე რა და მე ტრეკზე როცა გინდა, აი ტრეკზე როცა აუ ტრე არ მი ერთი წუთი კაი ჩამოვალ. ტრეკზე ჩამოვალ, ბაზარი არა, აი როცა იტყვით რა. ნებისმიერ დროს просто აი ეხლა მუღამი მაქვს რომ გამოდი ვაჟაზე და პავლოზე. არა, მე ხო მე ქალაქში არ გაზაო. არ არის მოძრაობა, წამოდი. აუ, წამოდი რა. იგაზავე ვიღაცეებს. არ მოდი ხარ? არა. შენ თუ რამე კიდე ჩამოდი რუსთავში. ჩამოვალ. დრაგზე რო იყავი მოს მიდი, მარტოები რა საკეთები და. რაც იცის ვერ დაუკარგავ ძმაო. მე ჩემი რესურსი ამოუწურე ყველანაირად დინარაძეს და ცალკე Sarišvilis იმენა ტვინი მოუტყანი რასაც ქვია და ვერ გამოვიყვანე. მაგიტო წერ ამ ვიდეოსაც რომ იქნებ რამენაირად ნახონ, შერცხვეთ. არ ვიცი, შეება დამირეკოს და შიქო არა გაქვს რა ვიდეო ჩაწერა მითხრას, მაგრამ გიწევ ძმაო, გიწევ, წამოდი. ეს ოფიციალურად YouTube-ზე ხო დაიდება, არა მგონია ეს გაატარო. კომენტარებში დაუწერეთ. ტვინი მოუტყნათ, ყველანაირად იმენა რამენაირად გამოვიყვანოთ გარეთ. მე მივხედავ. გეტყვით ეს Vito Motors-ია, ჩემი ავტოსერვისია. ბევრჯერ ყოფილა მდინარაძე, ბევრი რაღაცას გაგვიკეთებია. მეგობრობთ, არც მტრები ვართ, არც გვეზიდღება ერთმანეთი, მართლა მეგობრობთ, კარგად ვართ ერთმანეთთან წლებია. Sarišviltanac, მდინარაძესთანაც. და უბრალოდ ეს ყველაფერი რატო წამოვიწყე? ტვინი მოიწყნა ერთი და იგივე ვიდეოებით. ვის აკვირვებთ? არავის არ უკვირს თქვენი $50,000 მანქანები. არ ვიცი, Sarišvilis მაგდენი თუღის ვაფშე არ ვიცი. რაღაცა ყლეფანდურა კორვეტი. აი, სულ ყველაფერსო თავი დავანებოთ. ამდენი ავტობლოგერი თუ რაღაც არ ვიცი, რაღა უწოდო ყველა ერთი და იგივე გადატკეპნი ვიდეოებს იღებს, ავტო ტესტ დრაივები და ავტობლოგერები, არ ვიცი ძმაო, როგორ არ მოგინდათ ერთხელ მაინც რომ დინარაძეა Sarišvili გამოიწვიოთ. ელემენტარულია ძმაო, ანუ ყველაფერში მაგრები ვერ იქნებიან. YouTube-ში მინდა რომ რაღაცა ახალი თესლობა შემოვაგდო რა. აი ეს ჩელენჯი იქნება ჩემი აზრით ყველაზე მაგარი. რაც ჯერ არავის არ გაუკეთებია. მარტო ვარ ჩემი მთლიანი რესურსით ანუ არანაირი არავის დახმარება არ მჭირდება. ორნი ხო ხართ, ამხელა გამოცდილება გაქვთ. Sarišvilისთვის დრიფტში აუცილებლად მოვალ. ძალიან მაგარი მანქანა უნდა ავაწყო, რომელიც საქართველოში ჯერ
არავის არ აუწყია. სარიშვილი აუცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლუკმა ჩემთვის, იმიტომ რომ დრიფტში არანაირი გამოცდილება არ მაქვს საერთოდ, მაგრამ არანაირი გამოცდილების საფუძველზე მანდაც იმით ხო ვაფშე ტვინი მოგვეტყნა აი 1000 ხენიან GTS-ი და ბდინანაძეს კოვერებზე უყენია და Instagram-ზე Tesla-თ რო დგას მედლებ. ყველაზე კიდია შენი GTS-ი, იმიტომ რომ რამოდენიმე თვეში ეს მანქანა 1000 პლუსი იქნება. და მე ლანჩ კონტროლმა გამიმყუნა და რაღაცები არ გვინდა, კარგი? სარიშვის იმედი არ ეწყინება და ეს ერთადერთი wide body Corvette მაგ კრილოებით უნდა გათრიო აქეთ ტრეკზე. ხო მეპატიჟებოდი ტრეკზე, ჩამოვალ და ეგ Corvette გამოიყვანე, გიდრო რუჩენიკე ესე რო აწვალე. მოკლედ, ჩემი ავტოპარკი თქვენს წინააღმდეგ. რაზეც გინდა? მაზიანზე გინდათ? ბაზარი არა. მანქანის დატოვებაზე გინდათ? ბაზარი არა. რაზეც გინდათ? მოდით და ვანახოთ ხალხს პროსტა ვინ უფრო Tesla ტიპები არიან რა. ეს CLS არის 4-ვე წამყვანი, 63. ეს აიწყობა 1000 პლუსით, ეხლა ძრავი გაქვს ამოღებული, აი ცხვირია აწეული ჩანს კიდევაც. ტურბინებს ვადიდებთ, მეთანოლს ვაყენებთ, ნუ მოკლედ ბევრ რაღაცას ვაკეთებთ. ეს მანქანა იქნება 1000 პლუსი და დინარაძე რო აწყობს რაღაცა გალაქტიკაში ყველაზე ჩქარი BMW თუ რაღაცა დრაგზე პირდაპირ პირველივე დინარაძე უნდა მოუტყანა. მოკლედ, რა ნომერსაც შეარჩევთ, დაწერეთ კომენტარებში და რომელიც უფრო მეტი ეწერება, მაგ ნომერს ავიღებთ ამ CLS-ზე. შემდეგი არის GTS-ი. ბევრმა იცის ეს მანქანა არის ედიშენვანი, ბევრს უნახავს დრაგზეც, ბევრს უნახავს შეკრებებზეც. მოკლედ, ეს მანქანა აიწყობა 1000 პლუსი, როგორც CLS-ი. ტურბინები გადიდდება, მეთანოლი, ცეპლენია გამოწერილი გვაქვს უკვე დადგება და ლეგენდა GTS-ი დინარაძე, ლეგენდა GTS-ი, ლეგენდა აღარ იქნება. GL-ის ყავს, თუ გინდათ ეს ამითაც რამე მოიფიქრეთ, თუ დაჟე აი. თუ გინდა ამასაც შემოგთავაზებთ, აი. რა ვიცი, ყავთ სამისო რამე ბაიკიც ყავს Suzuki-ში 750, რამე მოიფიქრეთ, რამე მოიფიქრეთ. Off-road-ი გვინდა. Off-road-ი უეჭველი უნდა ვნახოთ. თუ ამ ჩელენჯზე წამოეგებიან მეგობრებო, off-road-ის დიდი სამოტყნელ ვიდეოს შემოგთავაზებთ, აი ეგეთი რო ალბათ არავის არ გადაუღია რა. დააკომენტარეთ ჩემი ავტოპარკი და რომელ მანქანას ბალეს შეკობთ, რომელი არის ყველაზე Tesla-ობა, CLS-ი, GTS-ი, რომელიც დინარაძეს ძალიან ტრაქს უშინებს, Raptor-ი და GL-ის და S-კლას აღარ ვთვლი საერთოდ მაგაშიც არა პრობლემა თუ რამეს მოიფიქრებთ. ეხლა ეს ვიდეო ზუსტად მაგიტოიდება YouTube-ზე პირველად ჩემ არხზე, ახალი გაკეთებული მაგთან და რამენაირად იქნებ გადააზიაროთ, გადმოაზიაროთ, რომ შეერცხვეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გადააზიაროთ ეს ვიდეო. გემშვიდობებით, მე ვარ ნიკა პეტაშვილი, უხეშო ბიჭებო, თქვენი სulis დროა, არ გაატაროთ ეს ჩელენჯი, თორემ მაგრა დაგეჯებებათ ხალხისგან. კარგად.